სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო შესრულებას და ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებზე იყო. მილტონ ჰეიგი და მისი თანაშემწე კრის გიბსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან ოფიციალურად კონტრაქტს 23 იანვარს 2+2 სისტემით გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ნაკრების გარდა ახალ ზელანდიელი სპეციალისტები აკადემიაშიც იმუშავებენ და პარალელურად ქართულ მწვრთნელებს გაუწევენ კონსულტაციებს. დღეს გავიცანით ახალი მწვრთნელი, რომელიც იმუშავებს ჩვენს ნაკრებში და ჩვენი მედი გვაქვს, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, იმაზე თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რა პროგრამა დამტკიცდა სახელმწიფოს მხრიდან, გეუთხარით რომ 4 წლიანი პროგრამა დამტკიცდა ისევ რაგბის განვითარებას, რომელშიც 20 მილიონს დახარჯავს სახელმწიფო. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით დღეს ჩვენ სპორტის მინისტრს შევხვდით და ვისაუბრეთ ყველა იმ გეგმაზე, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალში განახორციელებს. ჩვენ გავაგზავნებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს რაგბის სამყაროში.